მიყავს სკოლაში ოჯახი ხარ ოჯახი კაპიტანი ამალით გესალმება თქვენ კაპიტანი ამალით გეხმარება თქვენ ჩვენთან ერთად იყავი სანამ სკოლაში ოჯახებოს სწორდით და გაცოცხლეთ ნოტები მე ვარ ბუა ყოჩაღების ქუჩიდან გადამიყენეს ამ ყოჩაღებმა თუიდან დასწავლობს ათიანზე ყველა შემოგვიერთდი ოჯახების ქუჩაზე გამარჯობა ჩემო ყოჩაღებო მოგესალმებით მიხარია რომ დილიდან ერთად ვართ იცით წერილი მივიღებ დიახ ჯერ არ ვიცი ვისგან არის ახლავე ნახავ და თქვენც გაგაცნობთ მის შინაარს არა წავიკითხოთ გამარჯობა კაპიტანო გოგიჩა გამარჯობა გაგიმარჯოს შემდეგ მე ვარ 10 წლის მაინტერესებს რას აკეთებდი შენ როცა 10 წლის იყავი მე 10 წლის რო ვიყავი რას ვაკეთებდი როგორ არ მახსოვს რაგბის გუნდში ვთამაშობდი დიახ თანაც 10 ნომერი ვიყავი და ძალიან საინტერესოც კი იყო კარგი დრო იყო ცოტა ფიქრები ამიშალე მეგობარო მოდი ახლა ვეწვიოთ მორაგბეების გუნდს და ვნახოთ როგორ თავდაუზოგავად შრომობენ ნორჩი მორაგბეები არა ეს მე არ ვიყავი არა მე არ ვარ ვაიმე უბრალოდ მგავს ეგ მე მგავს არა ვარ მე ვაიმე ეს რასიზმარი და მესიზმრა ვაიმე შოკოლადის დროა დიახ აქ მომზადებული შოკოლადი მე ახლა ამ შოკოლადს დავაგემოვნებ და საინტერესოა ის ყოჩაღები რას აკეთებენ ნეტა ჯერ შოკოლადი
მოგწონილი? იქ რა ამბავია იქ? თუ მოიავად კლოუნი მოუყვანიათ. კლოუნი. მაკალდა რა. აბა კლოუნო. გადმოვარდი კლოუნო. გადმოვარდი. ეგრე. კილად. სიუზი, შენ ხარ? მულტიპულტიდან. ხომართალი ვარ. სიუზი, მომავალში იყავი ცოტა ფრთხილად. თავს გაუფრთხილდი. ოხ, ეს კაპიტანი რა. ყველას იჭკუას არიგებს. გიგონიმა ჭკუა ხონდეს მაგას. ხო, ეს გამირიც გამიხდა. კლოუნი გადაარჩინა. ოხ, კაპიტანო. კარგი, დიდი მადლობა კაპიტანო, რომ გადამარჩინეთ. მეც მინდა და კაპიტანო კლოუნი გადამერჩინა, ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ პატარა ვარ. ლუკა არა უშავს. დაიმახსოვრე. ბავშვობაში თამაშით უფრო მეტ სისწავლი, ვიდრე მთელი ცხოვრების მანძილზე. მაშინ რომ გავიდები, ყველაფერი მეწოდინება. მართალი ხარ. რა კარგი აზრია, ლუკა. მოდი, მე ახლა წიგნებს შემოვიტან და განათლება მივიღოთ. ოჯახების ქუჩაზე. მოდი, ცოტა მარჯვნივ. კარგია, გასწორე. მოდი. შვენიერია. რამდენი წიგნია ყველა დღეს უნდა წავიკითხოთ. რა მოსაწყენია? არ მინდა კითხო, მე თამაში მინდა. სიუზი, ჯერ წავიკითხავთ და მე ვითამაშებთ. მე ჩავირბენ ეზოში და მე რო ამოვალ ერთად ვითამაშოთ. გაიქეც. ყოჩაღებო, ხომ ხედავთ, სიუზი მოწყენილია. მოდით ჯერ ჩავიდეთ ეზოში, ვითამაშოთ. რა კარგია. მე რო წავიკითხოთ წიგნები. წამოდით, გამომყევით, აბა, გავიქეცით. ჩქარა, ეზოში წავედით. თამაშიო. აღარ შემიძლია რა. ამდენი თამაში, ამდენი ჟრიამული დავიღალე რა. არა. უნდა გადავიდე ამ ქუჩიდან. არა. მე რატო უნდა გადავიდე? მე ფუა პრესტიჟულ ქუჩაზე ვცხოვრობ. ატლენ და ეგენი გადავიდენ. ეგ ყოჩაღები ეგენი. დიახ. ოჯახების ქუჩაზე. დამაცადეთ ერთი. ამ ხოჩაღებმა სწავლა განათლება მომთხოვეს აქ. ეხლა მინდა მე განათლებული ხოჩაღები რა შეგერდება? არაფერში. რაღაც უნდა მოვიფიქრო. იფიქრე ბუღა. ვიცი. ჯადოსნური ხელსაწყო უნდა გამოვიგონო. აი ისიც. ებე, იმედიად. ნახოთ. ამას რა უნდა ახლავე? ესე იგი, მარცხნივ ორი ბრუნი. დიახ. და მარჯვნივ ერთი ბრუნი. და შემდეგ ჯადოსნური ტყაპატყობი. მე მგონი მზად არის. დიახ, იცი რა, სანამ ყოჩაღები ერთობიან, მე ბუა საქმეს მივხედავ. დიახ. სადარიან. მე მგონი კარავინაც არ არის. მაშინ ბუა, თამამად შეგიძლია შეხვიდე კაპიტნის ოთახში. დიახ. ჩემი ჯადოსნური აპარატიც მე მაქვს. წიგნები. ამ წიგნებს მე სათამაშოებად გადავაქცევ. წიგნებო. ქათქათალ წიგნებო. რა შუაში? კონკურსზე ხომ არ გავიდე? ჩემი უცნაური ვოკალით ჟიურის ყველა წევრი ხომ გადავრიო. არა, კონკურსი არა, საქმეზე ვარ მოსული. ამ წიგნებს მე
პატარა ბურთებად გადავაქცევ, ის სახტუნაოდ გადავაქცევ, ის სათამაშოებად გადავაქცევ და იმ თოჩინებს, სუ ტასაცმლებს გაუქრობ. რა სიცხვინია, ტიტულები იქნებიან, ტიტულებო. მომშითა. რომელი საათია? ამ დროს მე უნდა მეძინოს, მაგრამ მომშივრა. მოდი, საჭმელანაც გადავაქცევ. აბა, მიფრთხილდით. რახმა. ბავშვები მოდიან. კი არ მეშინია, უბრალოდ ავდგები და დინჯად წავალ. ოჯახების ქუჩაზე რა კარგი იყო, რა კარგი. რამდენი ვითამაშეთ ბავშვებო, ხომ კარგი იყო? აბა ვის რა მოგეწონათ? მე საქანელაზე ქანაობა მომეწონა კაპიტანო. მეც მომეწონა. დაინახეთ ბავშვებო, ხეზე ჩიტი რომ ავიყვანე? რა ჩაგარცუზი, როგორ გადაარჩინე ეს ჩიტი? მოდით ახლა ჩვენი წიგნები წავიკითხოთ. ჩვენი წიგნები სად არის კაპიტანო? სად არის ჩვენი წიგნები? მობრძანდეთ აქ. ეს რა დაგვემართა? ეს რა ხდება? რა შეასახა? თუმცა სუზი მოიცა. ერთი კარგი აზრი მომივიდა. ბავშვებო, გახსოვთ მე რო გითხარით? ბავშვობაში თამაშით ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მე ერთი თამაში მოვიფიქრე. რა თამაში მოიფიქრე კაპიტანო? ჩემო ყოჩაღებო, სუზი ახლავე გეტყვით. ესე იგი, ჩვენ გავიყოფით ორ გუნდად. მაჩვენე, აი, პატარა ბურთულები გვაქვს. მოკლედ ეს ბურთულები ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე უნდა გადავიტანოთ. თანაც როგორი პირობა იცი? პატარა კობზებით. ვინც უფრო მეტ ბურთს გადაიტანს, ის გუნდი იქნება გამარჯვებული. ყოჩაღებო, მოგწონთ ეს თამაში? დიახ! მაშინ დავიწყოთ. რა საინტერესო თამაშია რომ იცოდეთ? თანაც ადვილი წესები აქვს. ეს პატარა ბურთები ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე უნდა გადაიტანოთ. ორ გუნდად ვიყოფით და რაც მთავარია, ეს ყველაფერი პატარა კოვზებით უნდა მოახერხოთ. მე მოგცემთ გარკვეულ დროს და ვინც ყველაზე მეტ ბურთს გადაიტანს, ის გუნდი იქნება გამარჯვებული. ხომ კარგია? სიუზით შეჯიბრი დასრულდა და ახლა ნახოთ ვინ უფრო მეტი ბურთი მოათავსა კალათში. ესე იგი ლუკა და ელენე დათვალეთ თქვენს კალათში რამდენი ბურთია და ნიტა და ნუცა თქვენს კალათში დათვალეთ. მე თვალით კი ვხედავ ვინ გაიმარჯვა, მაგრამ მაინც. აბა ნიტა, ნუცა დათვალეთ რამდენი ბურთია? 5.
32 ბურთია ამ კალათში. ლუკა და ელენე თქვენთან რამდენია? ლუკას და ელენეს აქვს 18 ბურთი. რაც შეეხება ნუცას და ნიტას 32 ბურთი და 2 გაგვდა კიდე. ანუ ამ შეჯიბრში გაიმარჯვა გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც არიან ნიტა და ნუცა. თქვენ არ მოიწყინოთ, კიდევ ერთი თამაში გვაქვს. კარგი იყო მე მგონი. სიუზი, შეხედე ვიღაცას რა გემრიელი პოსტნეული დაუტოვებია. თანაც სულ ახალი სასარგებლო. იცით, ხოჭაღებო, სიუზი, კიდევ ერთი თამაში მოვიფიქრე. ხოჭაღებო, რა სიტყვით ამ პოსტნეულისგან მხიარული კლოუნი დავამზადოთ. ერთი ნახეთ, ეს ხოჭაღები როგორ გაერთნენ ჩემი ჯადოსნობით. დიახ, ხედი არ ახლოთ. არ ისმით, არა, რა გაუგონარი ხოჭაღები არიან. შევაფასოთ. ლუკა, შენი კლოუნი, მე მგონი ვაშკაცი კლოუნია. ეს ვაშკაცურად იყურება სტაფილოს თვალებიდან. აბა, ელენეს კლოუნი ნახოთ. ეს ნაზი კლოუნი. არა? ეს განაზებულია ემზადება სპექტაკლისთვის. შემდეგ ნუცას კლოუნი. ნუცას კლოუნი სპექტაკლის მერე გამოვიდა და ისვენებს. ხედავ პამიდრის წვირი, როგორი წითელი აქვს. ეს ბევრი შრომისგან აქვს. და ნიტას კლოუნი მე მგონი ჯერ სასწავლებელში სწავლობს. დიდი მომავალი აქვს ამ კლოუნს. 4-ვე განსხვავებული, მაგრამ საინტერესო და სახალისო კლოუნი გამოგვივიდა. კაპიტანო, მგონი მართლაც მგავს. შუზი, მართლაც მგავს. როგორი ყოჩაღები მგავს? ახლავე შევაფასებ, რამდენად ყოჩაღები არიან. აბა დააგემოვნე. ხელი გაუშვი, მე შენ გელაპარაკები. ხელი გაუშვი მეთქი. ეს რა გავაკეთე? მინდოდა ხელი შემეშალა და პირიქით ჩემი ჯადოსნობით უფრო გაერთნენ, უფრო კარგი დრო გაატარეს. ეს რა არის? კლოუნის დამზადებაც ისწავლეს. და იმას გაასინჯეს წითელთმიან კლოუნს. მე რა არ მინდოდა, რომ გამესინჯა გემრიელი საჭმელი, როგორ არ მინდოდა. მაგრამ ის ტიტლი კანა თოჯინები რო დაგიტოვეთ. იმას რას მოუხერხებთ? მოგდახოთ, რას მოუხერხებთ? მაინტერესებს. მიდი. მართლაც რომ გემრიელია, მართლაც ყოჩაღები ყოფილან. გემრიელი და სასარგებლო. ნაცვალია. ყოჩაღებო, სიუზი, კიდევ ერთი თამაში მაქვს თქვენთვის. აი, უკვე უხარია ამ თოჯინას. თქვენ ახლა ეს თოჯინები უნდა შემოსოთ. ის, ვინც ყველაზე სწრაფად და ლამაზად, რა თქმა უნდა, შემოსავს აი ამ თოჯინებს, იქნება გამარჯვებული. შეიძლება ითქვას, რომ დიზაინერები ხართ ამ თამაშში. ახლა მოიტანეთ ჩემი სათამაშოების ყუთი, ყველაფერი იქ არის. აბა სწრაფად, გაიქეცით.
აბა ლუკას შუზი მობრძანდით. ერთი ვნახოთ გოგონებმა, როგორ გაართვეს თავი ამ დავალება თამაშს. ო, შეხედე. რა ლამაზები არის. ძალიან კარგად და სწრაფად შემოსეს. ყოჩა, სამივე მაგარი ხართ. ესე იგი ჩვენ ვისწავლეთ სწრაფად ჩაცმა. სკოლაში რომ მიდიხარ ან ბაღში, რომ არ დაგაგვიანდეს, ხომ სწრაფად უნდა ჩაიწვა. რა თქმა უნდა. სამივე შექების ღირსია და რა თქმა უნდა ლუკაც ჩვენი რო თამაშობდა იქ. გააცილებს სიზმრას გუშინდელი ღამე, თვალს გავახელბილიდან. გამოაღებს საქმეს ის პირველი სხივი, სათამაშოდ მივდივარ. მერე რა ღრუბელს დატარებ წიმა, გარეთ კიდევ ხარია. ჩვენ თამაში გვინდა და ერთად ვიხარია. წიმაში თუ ქაში, ავდაში თუ დაში, ერთად მოძრახანია. ვითამაშოთ ერთად, ვითამაშოთ ყველამ, თამაში გვიხარია. როგორ მიყვარს ხტუნვა, ასპინტილაც მიყვარს, წრეში ბურთის თამაში. მზის ბაჭიებს დასდებ ხიარული სხივი, ისიც ეთამაშება. ხიარული ხმები თავსება ეზო, თამაში დროც მოსულა. უხარიათ ბავშვებს ხელი მილით მორთულა. წიმაში თუ ქაში, ავდაში თუ დაში, ერთად მოძრახანია. ვითამაშოთ ერთად, ვითამაშოთ ყველამ, თამაში გვიხარია. გააცილებს სიზმრას გუშინდელი ღამე, თვალს გავახელბილიდან, დილიდან. ოჯახების ქუჩაზე. დღევანდელი თამაშის თემაც საინტერესო იყო. თამაშით იმდენი რამის სწავლა შეიძლება, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ ისწავლეთ. ახლა კი თქვენთვის დავალება მაქვს. უნდა დამიხატოთ და გამომიგზავნოთ კლოუნი, ჯამბაზი, ან ორივე ერთად, როგორც გენებოთ. და თქვენს ნახატებს ჩემს საიტზე განვათავსებთ. ვისი ნახატიც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს, ის მიიღებს საჩუქრებს. საჩუქრები ხო ვიცით, როგორი საჩუქრები გვაქვს? ბუტას გემრიელი პატიფუტი და ორანჟ ელეფანტის მიერ დაწესებული სახატავი საშუალებები. როგორც გოგონებისთვის, ასე ბიჭებისთვის, რაც თავარია, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ბავშვებისათვის. დიდი მადლობა სიუზის მულტიპულტიდან, ახლა კი გემშვიდობებით. ხვალ ჩვენ მახვიძარა გაგვაღვიძებს. და ფხიზლად ვიქნებით დილიდან. ნახვამდის. რაო? მაგვიძარაო? მაგვიძარა მინდა ახლა მე? კაპიტანო, რეებს ლაპარაკობ, რა მაგვიძარა? მოიცადე კაპიტანო, ისე თოინს მოგიწყობ, ისე თოინს მოგიწყობ. გითხრათ? გითხრათ? გითხრათ არა ის კიდე. წახვალ და ენას მიუტანთ იმ კაპიტანს. wait a minute. ოხ, ბუა ისეთ რამეს აპირებს. ისეთ რამეს. მიფრთხილდი, კაპიტანო, მიფრთხილდი.